24 თებერვალია, ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ, მე ჟურნალისტი ვახო ხუზმეშვილი ვარ სახელმწიფოს. სამი წელი რუსეთ-უკრაინის ომიდან 100,000-ობით დაღუპული ადამიანი, დანგრეული და ოკუპირებული ტერიტორიები. ამერიკის ახალი პრეზიდენტი უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას და არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ზელენსკი უარს აცხადებს არჩევნების ჩატარებაზე. მისი რეალური რეიტინგი დაბალია. მას მხოლოდ ის ეხერხებოდა, რომ ბაიდენს თავის დაკრულზე აცეკვებდა. იგი დიქტატორია არჩევნების გარეშე. თუ თქვენ ძალიან გჭირდებათ, რომ მე დავტოვო თანამდებობა, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს, მაშინ მზად ვარ და შემიძლია ეს ნატოზე გავცვალო, თუ ასეთი პირობები არსებობს. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ რა იცვლება საქართველოსთვის? დღეს თავისუფალ სივრცეში ნიკა ჩიტიძე, ამირან სალუქვაძე, გია ვოლსკი. წმინდავენ, მაგრამ ხელახლა თავს და ძალიან ცუდი მდგომარეობა. დიდ თოვლობა ბათუმში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი რა ვითარებაა საზღვაო ქალაქში, სადაც თოვლისგან გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით დღის ბოლოს პირდაპირი ჩართვით ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი. ხდებით საღამოს 9-ზე. ვიწყებთ საუბარს ნიკა ჩიტიძესთან, პოლიტოლოგთან. საღამოშვიდობისა ბატონ ნიკა, მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ. ბატონ ნიკა, დავიწყოთ მოდით უკრაინიდან, სადაც 3 წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომიდან. დღეს რა შეგიძლიათ თქვათ, აი ამ 3 წელმა რა მოუტანა უკრაინას, რა მოუტანა მსოფლიოს და მით უმეტეს რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ითხოვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ომი. როგორ გამოვა უკრაინა აი ამ სიტუაციიდან? თქვენ როგორ ფიქრობთ? დიახ, მადლობა შეკითხვისთვის. თქვენის დებათვით აღვნიშნავ, რომ რა თქმა უნდა უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, ვინაიდან და რადგანაც, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა შეძლო დაემყარებინა კონტროლი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 28%-ზე. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მანამდე მოახერხა 2014 წელს ხო კირიმის ნახევარკუნძულს, თუმცა უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა საკუთარი თავგანწირული ბრძოლის შედეგად გაანთავისუფლეს 2000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც რუსეთმა ხელში ჩაიგდო ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდგომ პერიოდში. დღეს რუსეთი აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 18%-ს, მაგრამ დამტკიცდა ის, რომ თვითონ რუსეთის უძლეველობის მითიც დაემხო, იმიტომ რომ რუსეთი ამტკიცებდა, რომ მას ყავდა მეორე არმია მსოფლიოში, თუმცა როგორც მე თქვენ გითხარით და თქვენ ეცდებათ გავიმეორებ, ან 2000-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე რუსეთმა კონტროლი დაკარგა, მეტიც ხო თვითონ უკრაინის შეერაღებულ ძალებმა გასულთის ზაფხულში შეძლეს რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა და დღეს დაახლოებით 1300 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს უკრაინა კურსკის ოლქში და ასევე თქვათ ნაწილობრივ ბელგოროდის ოლქში და გარდა ამისა უკრაინის გენშტაბის მონაცემებით განადგურებულია დაჭრილების და მოკლების სახით 800,000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე, განადგურებულია დაახლოებით 10,000-მდე ერთეული ტანკი, 370-მდე საბრძოლო თვითმფრინავი, 28 საბრძოლო გემი შავი ზღვის აკვატორიაში, 17,000-ზე მეტი საარტილერიო სისტემა და დაახლოებით 20,000-მდე ერთეული საბრძოლო მანქანა და ამავდროულად და ამავდროულად, ხო? უკრაინის დანაკარგებს რაც შეეხება, ყოველ შემთხვევაში ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დაკარგა დაახლოებით 26,000 სამხედრო მოსამსახურე, სამწუხაროდ ასევე 20,000-მდე სამშვიდობო მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ დანაშაულო ხალხი დაიღუპა. ანუ რუსეთი არ ღვევს საერთაშორისო სამართლის ყველანაირ ნორმებს. ეს ქალაქები და სოფლები, რომელიც განადგურებულია, ბატონო ნიკა, ამაზე რა შეგიძლიათ? აი, რამდენი ქალაქი ან რამდენი ადგილი არის ისეთი, სადაც ცხოვრება პრაქტიკულად უკვე შეუძლებელი არის? აი, ამაზე რას გვეტყვით? კი ბატონო, მოგახსენებთ, თუ მაგათად მარიუპოლი, ხო, ვიცით რომ მისი დიდი ნაწილი არის განადგურებული დღევანდელ დღეს
დღევანდელ ეტაპზე შეუძლებელია თქვა ამ ქალაქში ცხოვრება. მარიუპოლი მდებარეობდა რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობდა, თუმცა მოგახსენებათ, რომ საომარი მოქმედებების დაწყების, ასე თქვა, პირველ ეტაპზე რა ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა მარიუპოლის გარშემო. გარდა ამისა, ვიცით, რომ რუსეთმა ამ შემთხვევაში თუნდაც გაანადგურა ბუჩა, ასევე თქვა, უკრაინის ჩრდილოეთი რეგიონები, როდესაც კიევს უტევდა, საბედნიეროდ მოხდა განთავისუფლება ბევრი ოკუპირებული რეგიონის, მაგრამ რუსეთმა, რა თქმა უნდა, დაარღვია აგრესიით, რომელიც რუსეთმა განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ, მან დაარღვია არა მარტო საერთაშორისო სამართლის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ეხება საზღვრების ურღვევების პრინციპს, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპს და უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები, იმიტომ რომ თვითონ ომსაც თავისი კანონები გააჩნდა, ცოტა შეიძლება გულისხმობ ჯერს, მაგრამ ჯერ კიდევ 1959 წელს ჟენევის კონვენცია იყო მიღებული, რომელიც აკისრებს მეომარ მხარეს ვალდებულებას, რომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში შეტევის განხორციელება, მაგალითად იგივე საარტილერიო ჭურვებით და შემდეგ ესე იგი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამოქალაქო მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა იყოს, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. გასაგებია. როგორც მე თქვენ გითხარით, 20,000-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. ბატონ ნიკა, ამერიკის ახალი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს ომი არც უნდა დაწყებულიყო და მოლაპარაკებაზე უნდა წასულიყო თავიდანვე ოფიციალური კიევი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელი იყო საერთოდ, რამდენად შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება და როგორ შეეძლო თუ ტრამპის განცხადებებს გავყვებით, რა შეეძლო უკრაინას რომ გაეკეთებინა? ამ შემთხვევაში ტრამპი აბსოლუტურად ცდება, უბრალოდ მას უნდა თქვა თავისი ავტორიტეტის ამაღლება, რომ თვითონ რო ყოფილიყო პრეზიდენტი 2022 წელს ის არ დაუშვებდა ომის დაწყებას, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ტყუილი, იმიტომ რომ რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, მოლაპარაკებათა პროცესი მიმდინარეობდა, სხვათა შორის მინდა გითხრათ, მინსკის ფორმატი არსებობდა. გარდა ამისა, სხვათა შორის ზელენსკის და პუტინის შორის რამდენჯერმე სატელეფონო საუბარიც გაიმართა და გარდა ამისა, დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთს და უკრაინას შორის იყო შენარჩუნებული. უბრალოდ რუსეთს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და ამიტომაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. ნატოზე თუ იტყოდა უკრაინა უარს. ნატოზე თუ უკრაინა იტყოდა უარს, მაშინ რა მოხდებოდა? ნატოს რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ იდგა. ვიცით ჩვენ რომ 2008 წელს უკრაინამ და საქართველოს ვერ მიიღეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ეგრეთ წოდებული მაპი. და ამიტომაც მაპიც არ ქონდა უკრაინას მინიჭებული და არა ის რომ თქვა უკრაინა ეღიარებინათ როგორც კანდიდატი ქვეყანა. ამიტომაც მინდა გითხრათ რომ როდესაც მოხდა უკრაინაში შეჭრა, ბუნებრივია თქვა ეს არ იყო დაკავშირებული ნატოსთან. აი საქართველოსთან რო გავაიგოთ, ნახეთ საქართველოს მაგალითად 90-იან წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთი უხეშად ჩაერია საქართველოს შიდა საქმეებში და მოხდა ფაქტობრივად რუსეთის მიერ, ხო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. საქართველოს მაშინ ხო არ აცხადებდა არანაირ პრეტენზიას, რომ უსურდა ნატოს ან ევროკავშირის წევრობა. ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა, ხო? 2008 წელსაც საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიიღო, ოფიციალურად კანდიდატი არ იყო, თქვა, კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ ჰქონდა, მაგრამ რუსეთი მაინც შემოიჭრა. ანუ რუსეთისთვის მიუღებელია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს, ასევე სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ თავის დროზე პუტინმა, ბატონს მას ვერ უწოდებ, 2005 წელს გახსოვთ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა გახდა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. და პუტინიც ამტკიცებდა და რუსეთის ეგრეთ წოდებული პატრიარქი კირილე ამტკიცებდა, რომ ესე იგი რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დაკარგა თავისი ისტორიული ტერიტორიები და ახლა საქართველოს რამდენად იყო რუსეთის ესე იგი ისტორიულად
ნამდვილად შემადგენელი ნაწილი ალბათ ჩვენთვის თითოეულ ბატონიკა. თქვენთვის, ჩემთვის და ტელემაყურებელთვისაც კარგადაა ცნობილი. ბატონიკა, თქვენ როგორ უყურებთ, რომ მოხერხდება აი ამ ომის თქვათ ჩაქრობა თუ დასრულება, როგორც ამას ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, არის დღეს ამისი შესაძლებლობა, რომ ეს ომი დასრულდეს და თუ დასრულდება უკრაინა როგორ რჩება, ანუ ამ ომში გამარჯვებული რჩება ამ ომით? ომი შეიძლება დასრულდეს თუ რუსეთი გაიყვანს თავის ჯარს უკრაინის ტერიტორიიდან, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით. წინადარ შემთხვევაში, ხო? ესე იგი ომი ვერ დასრულდება, ხო? რა თქმა უნდა, არავის არ აქვს სურვილი, რომ იღუპებოდნენ უდანაშაულო მოქალაქეები, ადამიანები იღუპებოდნენ, მაგრამ რეალობა არის ის, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები. როგორც შეიყვანა შესაბამისი ჯარები უცხო სუვერენულ ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე უნდა გაიყვანოს. ხო, ისე როგორც პატარა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. როგორც შეიძლება საბოლოოდ დასრულდეს, ხო? იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიული თლიანობა აღდგება. თუ საქართველოს ეს გაიყიდება კონფლიქტი, მაშინ ესე გამოდის? გაიყიდება ეს კონფლიქტი თუ ასე გამოდის? რაღაც პერიოდი შეიძლება. ეხლა ტრამპის განცხადებები იყოუტოპიური და მე მინდა გითხრათ პოპულისტური. უბრალოდ ამერიკის მოსახლეობაზე ითამაშეთ, რომ ამერიკის მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ უკრაინა არის შორს ამერიკისგან და რატომ გამოიყოფა თქვათ რამდენიმე მილიარდი ათეულობით მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად, როდესაც ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს რიგით ამერიკას, თქვათ, ხო? თუ ტრამპმა განაცხადა, რომ აი ომს დავასრულებ, ანუ აქედან გამომდინარე, თქვათ, შემცირდებოდა ხარჯები, უკრაინის დასახმარებელი ხარჯები, ხო? მაგრამ თუ ასე ბაქიფუქობდა, ასე თქვათ, აი ეს ტერმინი რო გამოვიყენოთ, ხო? ესე იგი ყოველდღიური, რომ ომს დავასრულებ 24 საათში, დიახ, კი ბატონო, 24 საათში რატომ ვერ დაასრულა? ან რა ვიცი ხა გრენლანდიის შემოერთება უნდა, იქ მექსიკის ყურის, ხო, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ კარგად ვხედავთ და ვერთა დაიფაროს სხვადასხვა მისი განცხადებები არის ცოტა ექსტრაორდინალური და მისი განცხადებები ამ შემთხვევაში თქვა არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ასე თქვა პრეზიდენტის სტატუსს. ანუ ამერიკის დემოკრატია საფრთხეში არის ტრამპის პირობებში, ამის თქმა გიდათ ბატონიკა? კი, დიახ, ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ განცხადება, რომ რაში ჭირდება დანიას გრენლანდია და პანამის არხზე ამერიკული კონტროლი უნდა დამყარდეს და ღაზას სექტორიდან უნდა გავიდნენ მოქალაქეები და იქ სხვა ადამიანები უნდა დასახლდნენ და კანადა უნდა გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენელი ნაწილი, აღნიშნული განცხადებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიალობის პრინციპს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამერიკაში, რა თქმა უნდა, რუსეთისგან განსხვავებით ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს, ამიტომაც ტრამპს ალბათ მოეთხოვება პასუხი ყველა იმ განცხადებაზე, მათ შორის პოპულისტური განცხადებაზე უკრაინასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ ომი ვერ აიცილა, ანუ როგორ აიცილებინა ომი და ზელენსკის უნდა ეთქვა პუტინისთვის, რომ იცი რა დაეწმუნებინა როგორ, რომ იცი რა ომი ცუდია და მოდი რა ხალხი რა სიტყვის, რა სიცხვილია რა, ეხა რო შემოიჭრა უკრაინა ხალხი რა სიფიქრებს, ნუ ეხა და რა, გასაგებია. ბატონიკა, თუ თქვათ ტრამპის პირობებზე არ წავა, თქვათ ის მოითხოვს ხომ, რასაც უყურებ ზელენსკისგან, რომ წავიდეს რაღაცა შეთანხმებაზე. თუ მაშინ ხوار მოხდება ისე რომ ამერიკა უარს იტყვის აი ამ შემთხვევაში თუ ომი არ დასრულდება დაფინანსებაზე, დაფინანსების გაგრძელებაზე პრინციპში. და მაშინ რა მოხდება თუ ამერიკა აღარ დააფინანსებს? მაგალითისთვის გეტყვით, რომ დიდმა ბრიტანეთმა გამოყათა მზადყოფ და გამოყოს 4.5 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად. უკრაინას ესპანეთი ყოველწლიურად გამოუყოფს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს. ომი რო გაგრძელდეს? დანია მიაწვის 10.000 არა, ომი რო უკრაინამ რო თავი დაიცვას. უკრაინა ხო თავს არ ესწრებს არავის. ეს იარაღი ომის პირობებში არა იმისთვის, რომ უკრაინამ თავი დაიცვას. კი, რომ რუსეთმა ვერ გააგრძელოს ომი პირიქით, რუსეთის შესაძლებელი, ანუ ეს შეიარაღება თუ დაფინანსება გამოიყოფა თავდაცვის მიზნით და არა თავდაცვის და აგრესიის მიზნით. გასაგებია. და ანუ ამერიკა დააფინანსებს თუ არ დააფინანსებს ოფიციალურ კიევს, ეს პრობლემებს არ შექმნის, ანუ ბატონიკა? არა, როგორ არა, პრობლემებს შექმნის, რა თქმა უნდა, მე არ მithქვია, რომ თქვა სულ ერთია, ამერიკა დააფინანსებს თუ არა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, რომ ამერიკამ გამოყოს თანხები,
იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ ამერიკას შეექმნება პრობლემა, მის საერთაშორისო პრესტიჟს შეექმნება, ასე ვთქვათ, პრობლემა. მაგალითად, საერთაშორისო პრესტიჟს მაგალითისთვის გეტყვით 95 წელს გაფორმებული იქნა ბუდაპეშტის მემორანდუმი. კლინტონის ადმინისტრაციის პირობებში, რომლის მიხედვითაც უკრაინამ აიღო ვალდებულება, რომ გაიტანდა 1700-მდე ერთეულ ბირთვულ ქობინს რუსეთის ტერიტორიაზე, სამაგიეროდ, ესე იგი, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდნენ უკრაინის დამოუკიდებლობის და ტერიტორიალობის გარანტი. ამიტომაც ამერიკას თუნდაც ამ ხელშეკრულების მიხედვით გააჩნია ვალდებულება, რომ იყოს უკრაინის ტერიტორიალობის გარანტი. თუ ამერიკა ვერ შეასრულებს ამ ვალდებულებას ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ანუ ამერიკის პრესტიჟი დადგება ამ შემთხვევაში ეჭქვეშ, ხო? ამერიკა არის სუპერ სახელმწიფო, დღეს სხვადასხვა ტრამპის ადმინისტრაცია მარცხი განიცადა უკრაინის რეზოლუციასთან დაკავშირებით, თვითონ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უმრავლესობამ უკრაინის რეზოლუციას დაუჭირა მხარი და არა ამერიკულს არ ვიტყოდი ტრამპის რეზოლუციას. და აქვე მინდა გკითხოთ, ჩვენ უყურებთ, რომ რადიკალურად განსხვავებული მიდგომა აქვს ახალ ადმინისტრაციას, წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით ამერიკის. თქვენ რას უნდა ველოდოთ ტრამპის პირობებში უკვე საქართველოზე მინდა გკითხოთ და რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მოქმედი ელჩი, რომელიც არის ახლა ამერიკის შეერთებული შტატების, იქნას გაწვეული საქართველოდან და ჩამოხდეს ჩანაცვლება. ყველაფერი არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი, იმიტომ რომ ეს მარტო საქართველოს არ ეხება, იცით როგორ არის, თვითონ ტრამპის ადმინისტრაცია და მათ შორის მასკის ზემოქმედებით და იქ არიან სხვა რუხი კარდინალები, არის ეგეთი მილერი, მაგალითად, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროს ხელმძღვანელის მოადგილე, ხო, ну, რომლებიც ასე თქვათ რაღაც ლობირებენ გარკვეულ საკითხებს, თუნდაც საკადრო პოლიტიკას, რომ იგივე შემცირდეს მაგალითად საჯარო სამსახურებში მოსამსახურეთა რაოდენობა ერთი და ესე იგი გარდა ამისა ახალი კადრები იქნეს, ახალი კადრებით იყოს დაკომპლექტებული საჯარო სამსახურების დეპარტამენტი. მოქმედი ელჩის გაწვევას, ანუ ელით თქვენ საქართველოდან რომ გაიწვიონ წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ელჩის, ანუ არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა, მოქმედი ელჩი ძალიან დადებით როლს ასრულებს, ის ყველანაირად ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს აშშ-ს და საქართველოს შორის ურთიერთობების გამტკიცებას. არა მარტო მოქმედი ელჩზე არის ლაპარაკი ქალბატონ დანიგანზე. მე მინდა თქვენს დებატით შევახსენო ტელემაყურებელს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს აღიდგინა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, ამერიკამ დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ანუ სხვადასხვა პროექტების განხორციელების მეშვეობით. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, სხვა ელჩი თუ დაინიშნება, ну, შესაძლებელია ყველაფერი, მაგრამ მე პირადად დღევანდელი მოქმედი ელჩთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, იმიტომ რომ არანაირად თქვათ, ანუ ტრამპ შეიძლება გაუჩნდეს პრეტენზიები. ყველანაირად ხელს უწყობს მასთან. პრეტენზიები არა მარტო ელჩთან, საერთოდ როგორ არის, იცით, ეხლა ეგეთი ადამიანები, ვისაც ავტორიტარული მიდრეკილებები გააჩნიათ, ხო? მათ სურთ, რომ იყვნენ არა, თქვა, შეარჩიონ კადრები არა პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ იმის და მიხედვით, ვინ უფრო იქნება მორჩილი, ვინ არა, ხო? გამიგეთ? ხო, და აქედან გამომდინარე, ტრამპი ეგეთი კატეგორიის ადამიანი, რომელსაც ეს მიდრეკილებები აქვს ავტორიტარული, შესაბამისად ეს მარტო რატო აირჩი ავტორიტარული მიდრეკილები თუ აქვს ბატონიკა ამერიკის მოსახლეობამ, რატომ აირჩია იქო დემოკრატიული და ჩამოყალიბებული მოქალაქეები ცხოვრობენ და მოხდა ისე, რომ წინა ადმინისტრაციას უარი უთხრეს და ტრამპი მოუნდათ, ხო, პრეზიდენტად? კი ბატონო, კი ტრამპი მოუნდათ, მაგრამ აირჩიეს იმიტომ, რომ ტრამპს ჰქონდა გარკვეული პოპულისტური განცხადებები, ანუ თუნდაც იგი ომს რო შეაჩერებდა და დაფინანსებას, თქვათ, შესაბამისად დაფინანსება აწევდა უკრაინის მიმართულებით, ბევრს ეს მოეწონა, რომ ეს თანხა, თქვათ, შემდგომში მოხმარდებოდა ამერიკის ინტერესებს, მაგალითად. მადლობა. ნუ ბევრს სურდა, თქვათ, ცვლილებები. დაასრულეთ მოკლედ და დაგემშვიდობებით. კი ბატონო და ამიტომაც თქვა აირჩია, მაგრამ ხდება ხოლმე შეცდომები მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური კულტურა მაღალი არის, ამიტომაც ალბათ
დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ტრამპს მისახმა ალბათ არ იქნება შემის აზრით კეთილგანწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ რომელსაც ტრამპი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე აწარმოებს და ამერიკის ავტორიტეტს და პრესტიჟს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს. მადლობა ნიკა ჩიტიძეს და უნდა გადმოვინაცვლოთ უკვე სტუდიაში ამინა სალუხაძე შემოგვერთა პოლიტოლოგი საღამოშტობისა. მადლობა. უსმენთ ხო თქვენს კოლეგას. თქვენ როგორ შეფასებას მისცემთ აი ამ 3 წლის განმავლობაში უკრაინა თუ ამ მოცემულობით შეჩერდა ეს ომი, სად იქნება უკრაინა? მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის. საკმაოდ რთულ სიტუაციაშია დღეს უკრაინა და მისი ლიდერი პრეზიდენტი ზელენსკი. ხედავთ საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობებს და ძიმე რიტორიკას ზელენსკის და ტრამპის შორის, რაც ძირითადად მეტწილად წიაღისეულის საკითხებს და ფინანსების პრობლემებს უკავშირდება ხო, ანუ ერთთან ხვდებიან ციფრებზე, ეს ერთი მხრივ. და მეორე, რაც ბრძოლის ველზე ვითარდება, საკმაოდ ძიმე ბრძოლებია მთლიანად მთელ ფრონტზე, როგორც კურსკთან, ასევე რუსეთი გააქტიურდა ამ ბოლო დროს ხარკოვის ოლქშიც და დონბასის მიმართულებით თავისთავად ნელ-ნელა, მაგრამ რუსეთის ჯარები დონეცკის მიმართულ, ანუ დონბასის მიმართულებაზე მიიწევენ დასავლეთისკენ. ცუდი სიტუაცია კუპიანსკთან და ასე შემდეგ. ახლა ბრძოლის სამხედრო ნიუანსებით ხო არ გადაგლით. უკრაინას ჩვენ ვისმენდით ხო, აი ამ 3 წლის განმავლობაში იგივე ევროპიდან, რომ უკრაინა ამ ომში გამარჯვებული გამოვა. რა სურათს მივიღეთ? დღეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან გვესმის მაგასთან დაკავშირებით განცხადებები, რომ ჩვენ ვატყუებდით საზოგადოებას, როცა ვამბობდით, რომ უკრაინა გამოვა გამარჯვებული. ახლა გამარჯვება და დამარცხება ბევრ ძალიან თავისებურად ესმის და ესეც რაღაც პროპაგანდის ნაწილია, მაგრამ ომი ხომ არ არის რაღაც აბსტრაქტული მოვლენა, ხომ კონკრეტული განზომილებები აქვს, როგორც პოლიტიკური ნაწილი, ასევე ეკონომიკური ბრძოლის ველზე კონკრეტული ვითარება, ტერიტორიები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გაზომვადია. პოლიტიკურად და თუნდაც გეოპოლიტიკურად თუ ავიღებთ სახარბიელო ვითარებაში ნამდვილად არ იმყოფება უკრაინა, ხო? კითხვის ქვეშ დგას ევროინტეგრაციის საკითხები, როგორც ევროკავშირში გაწევრიანება, ასევე ნატოში გაწევრიანება. განიხილებაო ხო დღეს? ხო, ევროკავშირში ახლა იქ შეიძლება რამდენიმე ქვეყანა იყოს წინააღმდეგი, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით კაფეო განცხადებები კეთდება და მოვისმინეთ ჯეფრი საქსის განცხადება, რომელზეც ჯერჯერობით პასუხი ბატონი სალივანის მხრიდან არ ისმის, ანუ თუ წლების წინ უკვე წინსწრებად იცოდნენ, რომ უკრაინას ნატოში მაინც არ მიიღებდნენ, მაშინ გავიხსენოთ უნდა პუტინის ულტიმატუმი ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ხო? აცილება, აი ვთქვათ ომის აცილება, რომელსაც ამბობს ტრამპი, ხო? ახლა ნიკა ჩიტიძე ამბობს, რომ ეს პოპულისტური განცხადება არისო. თქვენ როგორ უყურებთ? ჩვენ ხო ვიცით კარგად პუტინის განცხადებები. ერთი მოდი ამაზე შევთანხმდეთ, რომ ახლა აგრესიაა და თვითონ რუსეთი არ მალავს, რომ შეიჭრა უკრაინაში. ეს სასაუბრო თემაც არ უნდა იყოს. ხო, რაზეა ლაპარაკი და ვისედაც გასაგებია ომი მიდის უკრაინის ტერიტორიაზე და არა სადღაც კამჩატკის, ხო? და ეს არც უნდა იყოს სასაუბრო თემა, ახლა ვინა აგრესორი და ვინ არის თავდაცვაში, ეს გასაგებია, აქსიომაა ამაზე. ხო, უკრაინის ხელისუფლებას რა შეეძლო, რომ გაეკეთებინ ამაზე? ხო, უკრაინის ხელისუფლებაზე კი არ იყო მხოლოდ დამოკიდებული. უკრაინის ხელისუფლებაზე იყო ის, რომ ის შეიძლება გამოსულიყო თუ ვერ ხედავდა პერსპექტივას ამ ომის მის სასარგებლო დასრულების და ზოგადად პროცესების სასარგებლო წარმართვის, მაშინ მას შეეძლო დამოუკიდებელი თამაში უკვე რუსეთთან. თუმცა აქ იყო საფრთხის ქვეშ, ახლა როგორ წარიმართებოდა ეს პროცესები, შემდეგ შეიძლება აღმოჩენილიყო უკვე პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. აი ყოველთვის რთულია, როცა ასეთ მონსტრთან გიწევს მარტო ურთიერთობა, ხო? მაგრამ
ვისაც არ სურს, ნუ და მეთანხმება, მაგრამ არ დაუმალავს არავის და კონკრეტულად რუსეთს არ დაუმალავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი, მაგრამ ომი მიდის რუსეთსა და დასავლეთ შორის. ანუ რუსეთისთვის ადრესატი როცა პუტინმა პირდაპირ დავარქვათ ულტიმატუმის ფორმით გააკეთა განცხადება პოლიგონად გამოიყენა უკრაინის ტერიტორია თუ ევროპასა და რუსეთს შორის მიდის? ევროპას არა, დასავლეთს და რუსეთს შორის. თუ დასავლეთს, როგორც გინდა. ამერიკა, ევროპა ერთიანობაში და პოლიგონად იქცა უკრაინა. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიგონია და დაპირისპირება მიდის. ის ხომ არის ეს ულტიმატუმი, რატო გახსენებთ? პუტინის ულტიმატუმი დეკემბრის 2021 წლის ადრესატი ხომ არ იყო არც უკრაინა, არც საქართველო, არც სხვა ევროპაც კი არ იყო ადრესატი. ადრესატი იყო ამერიკის შეერთებული შტატები. დავჯდეთ, დავილაპარაკოთ. ეს არის თემა. რას ნიშნავს, როცა ტრამპი, თქვათ, აი ამ ომის ჩასაქრობად, ასე ვთქვათ, გაწია, ასე ვთქვათ, მთელი ევროპული ქვეყნები დღეს ჩავიდა, ხო? მაკრონიც ამერიკაში არ რევს ჯერჯერობით უკრაინასაც კი არსობს იმ მაგიდასთან და ერთ-ერთი არის რუსეთთან. ტრამპის ეს ტაქტიკა რას ნიშნავს? აქ ტაქტიკა კი არ არის მისი. არის ორი თემა. ერთი არის გლობალური ამერიკასა და სხვა დიდ მოთამაშეებს შორის, ხო? და რეალობაა ის, რომ ჩინეთი უნდა ვაღიაროთ ერთ-ერთ პოლუსად და რეალობას ვიღებთ იმას, რომ აი ამ ომის შედეგად და არა ომამდე კონკრეტულად ამ ომის შედეგად რუსეთი ყალიბდება როგორც პოლუსის მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს. ანუ ამერიკის შესვლა რუსეთთან დიალოგში აი ამაზე მეტყველებს. ხლა რა გეგმები აქვს სამომავლოდ ტრამპს ხომ იქ თუ მისი მთავარი სამიზნე ჩინეთია და აქ თამაშობს რუსეთთან რომ ჩინეთის წინააღმდეგ თუ არ გამოიყენებს ყოველ შემთხვევაში გათიშოს მაინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ცალკე თემაა და მაგას დროში დავინახავთ, მაგრამ ტრამპი საუბრობს რუსეთთან გლობალურ საკითხებზე. უკრაინა არის ერთ-ერთი საკითხი. უკრაინის ირგვლივ, ანუ უკრაინა რუსეთის ომთან დაკავშირებით და კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ტრამპმა შეიძლება დასვას ევროპის ქვეყნები მოლაპარაკეების მაგიდასთან. მაგრამ გლობალურ საკითხებზე რაც შეეხება შეერაღების კონტროლს, უსაფრთხოებას, რუსეთ-ამერიკის ოკუპირებული ტერიტორია რაც აქვს, თქვათ, ახლა რუსეთს. ამ მოლაპარაკებებზე აქ შესაძლოა შემოვიდეს სხვა ან ევროკავშირი, ან ევროპის წამყვანი ქვეყნები, ეს გამორიცხული არ არის. მაგრამ რაც შეეხება სხვა გლობალურ საკითხებს და რუსეთ-ამერიკის ინტერესებს, აი აქ ორნი ლაპარაკობენ. აი ამაშია საქმე. თუნდაც 2020 წლამდე არსებულ სიტუაციას რამდენად შეიძლება დაუბრუნდეს, ან ტერიტორიული თვალსაზრისით გეკითხებით, უკრაინა თუ გაჩერდა ეს ომი? ანუ რუსეთი დათმობს იმ ტერიტორიებს, რომელსაც ახლა აკონტროლებს. დღევანდელი განცხადებებით რუსეთი არ აპირებს დათმობას, ახლა ჩვენ ხო ლაპარაკობთ. წინამორბედმაც ილაპარაკა დაღუპულებთან დაკავშირებით, ხო, ახლა ამ ციფრებში მე არ შევალ, მაგ ზუსტ ციფრებს ვერავინ დადებს, ხო? მაგრამ ნუ მოდით შევთანხმდეთ, რომ მინიმუმ 10,000-ობით არის დაღუპული, ხო, მინიმუმზე ვლაპარაკობ და შესაძლოა 100,000-ობით რუსეთის მხრიდან, პლუს დასახიჩრებულები უნდა დაჭრილები უნდა გავამრავლოთ 2-ზე, 3-ზე და შეიძლება 4-ზე დღევანდელ სიტუაციაში. ხო? ასეთი მსხვერპლის შემდეგ შენ თუ ბრძოლის ველზე მოიგე და აი გიკავია ოკუპირებული გაქვს, დათმობ ახვალ უკან. რა თქმა უნდა არა, პლუს შეიტანა კონსტიტუციაში ეს ტერიტორიები და ასე შემდეგ. ანუ სამართლებრივად მე ეს დაწერილის მაქვს ადრე, როცა რუსეთმა ეს ტერიტორიები აღიარა, თავისი თავი უკვე ამ მოლაპარაკებებში ჩიხში შეიყვანა, ანუ უკან გასვლა, ანუ რაღაცის საფასურად, სიტყვაზე ეკონომიკური დივიდენდების საფასურად, ან კიდევ რაღაცის საფასურად რუსეთს რომ მოსთხოვონ, რომ მოდი ტერიტორიები დათმე, ან ნაწილი დათმე ტერიტორიების, მაშინ მოუწევს მას კონსტიტუციის გადაკეთება. ახლა რუსეთში ეს პრობლემა კი არა, პუტინი როგორც დაავალებს, ისე შეცვლიან, მაგრამ ნუ თლატეკ ესეც არ არის. ტრამპის პირობებზე არ წასვლა, თქვათ, უკრაინისთვის, გასაგები აი დაუშვათ, რომ რუსეთთან მიაღწია რაღაცა მოლაპარაკებებს, მაგრამ უკრაინასაც თავის პირობა აქვს, ხო?
თუნდაც არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ზელენსკის პასუხი იყო, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ნატოში გაწევრიანდება უკრაინა. რას მიიღებს მაშინ ოფიციალური კიევი, თუ ტრამპს უარს ეთყვიან იმ მოთხოვნებზე, რასაც ის აუყენებს, ვთქვათ. მე მაგ რიტორიკაზე არ წავიდოდი ზელენსკის ადგილას, გამოდის რაღაც თანამდებობით ვაჭრობა, თითქოს მის თანამდებობაზეა და მის პერსონაზე დამოკიდებული ნატოში შესვლა არ შესვლა უკრაინის. ეს ასე დაყენება სასწორზე ეს არ შეიძლება. არასწორია ჩემი აზრით და რაც შეეხება ნატოს საკითხს, ის სანამ პრეზიდენტია, ხო, უკრაინა უნდა თხოვდეს პირველ რიგში რომ რა ხდება, ანუ თქვენ აპირებდით თუ არ აპირებდით ჩემს მიღებას, თუ არ აპირებდით, მაშინ სამის წლის წინ გეთქვით. აქ ეს არის თავარი, ანუ ჩვენ ყოველთვის აქედან უნდა გამოვიდეთ ახლა, ნუ დახმარებაზე როცა მიდის ერთი ლაპარაკი და საერთოდ ან ომი არის გათვლადი. მოდი ასე მივუდგეთ. ხო? და ფინანსებიც მათ შორის როცა ვთვლით აქედან რუსეთის მხრიდან რამდენი იხარჯება, რა რესურსი გააჩნია რუსეთს, როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო ეკონომიკური მრეწველობის მხრიდან და იქედან რა არის? იქედან არის 50 სახელმწიფო დაახლოებით 51 უზარმაზარი ფინანსური რესურსებით, ხო? აი ეს არის და უზრუნველყო ამ 50 სახელმწიფომ მთელი ამ 3 წლის განმავლობაში უკრაინა სათანადო დახმარებით. აი ეს არის თემა. ანუ ერთი თემა პუტინის ულტიმატუმი, რითაც დაიწყო ეს ყველაფერი, ანუ შეჭრამდე, ხო? და მოლაპარაკეების შეთავაზება. დავждეთ, მოვილაპარაკოთ. თუ შენ არ შედიხარ მოლაპარაკებებში, მაშინ შენ უნდა მიგეწოდებინა უკრაინისთვის იმდენი ფინანსური და სამხედრო ტექნიკური რესურსები, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე ქონოდა უპირატესობა თუ არა ბალანსი მაინც. ბალანსიც ვერ შექმნეს. რას გამოიწვევს ის თუ ტრამპის პირობებზე არ წავა თქვათ ზელენსკი და თუ მოხდება ის რომ აღარ მოხდება ამერიკის მხრიდან ოფიციალური კიევის დაფინანსება. მე აი რესურსებზე მაგითო ვლაპარაკობდი. მაშინ რას მიიღებენ? თანხები დაახლოებით ვიცით ახლა ზელენსკი და ტრამპი ვერ თანხმდებიან ის 350 ლაპარაკობს აქ 120 მილიარდი ხო ბოდიში 350 მილიარდი და 120 მილიარდი თუ 119 მილიარდი რაც ცნობილია ციფრები ხო და დაახლოებით იგივე ციფრია ევროკავშირის მხრიდან ანუ ჯამში როცა ამერიკამ და ევროკავშირმა ერთად ნუ ევროკავშირის მოავიღებთ ანუ დასავლეთის აი 50 ქვეყნისგან შემდგარმა კოალიციამ 50-მა ქვეყანამ ამერიკასთან ერთად სადაც ამერიკის წილი იყო 9 მინიმუმ ვერ უზრუნველყო საკმარისი დახმარება უკრაინის ამერიკის გარეშე დანარჩენი ქვეყნები უზრუნველყოფენ და თუ ვერ უზრუნველყოფენ მაშინ გამოდის რომ ომი მიდის უკრაინის გამოფიტვამდე აი ეს არის თემა და ამაზე უნდა დაასხდნენ და ილაპარაკონ. და თუ ამას ევროპას უნდა ომი შეწყვეტა? ნუ ომის ევროპაში მოდი გარკვეული ძალები მოქმედებენ დღეს ეს სახეზია, რომლებიც არ თანხმდებიან ტრამპის პოლიტიკას. და ახლა უკრაინა როგორ იჭყლიტება ამ საკითხში, ეს კიდევ ცალკე თემაა. ვის რა მოგწონს ჩვენ და ვისი პოლიტიკა მოგწონს, არ მოგწონს, ეს კი არა თემა. ეს რეალობაა. ამ რეალობას შენ თვალი უნდა გაუსწორო და უკრაინა იქნება საქართველოს სხვა ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და თავისი ქვეყანა წაიყვანოს სოვრებს. მადლობა აბინას ალუქვაძეს და ბატონი გიავალსკი შემოგვიერთდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საღამოშტობის ბატონი გია. მადლობა რომ მოხვედით. 3 წელი გავიდა რუსეთ-უკრაინის ომიდან. დღეს რა მოცემულობა არის, როგორ ხედავთ აი ამ ამბების ფინალს იქ? მოდ საკმაოდ რთული მდგომარეობა ხა შეუქცევადი პროცესია ეს უკრაინის აი როგორ გითხრათ გაჩანაგება ამ გაჩანაგებას ბოლო უნდა დაედოს მაგრამ აი ხა ამირანმა სწორად შენიშნა რომ ევროპას თავისი ინტერესი აქვს ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და იმდენად ცივსისხლიანი პრაგმატიზმით არის სავსე საერთაშორისო პოლიტიკა რომ აი სიღრმისეულად თუ ჩაუკვირდები და ჩვენ ყველას არა გვაქვს ის მონაცემები რომელიც მათ გააჩნიათ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თუნდაც რუსეთს შეიძლება შეწწუნდე გამომდინარე იქიდან რომ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ რამოდენიმე 2000 წლის წინ იყო ლაპარაკი იმაზე რომ უკრაინა საკმაოდ ძლავრ ერთეულად შეიძლება ჩამოყალიბდეს საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ
ყველაზე დიდი სახელმწიფო ევროპაში, კორუმპირებული სახელმწიფო, გარკვეული რესურსით, რომელიც ეკონომიკას განავითარებს, მაგრამ ამავე დროს წესებს არ დაემორჩილება ევროპის წესებს, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის წესებს და იქნებ ეს ვარიანტი, რაც ახლა ხდება, ეს საშინელება, რაც უკრაინაში ხდება, უკაცრავად ამას რო ვამბობ, იცით, მე თვითონ არ მინდა, ვიღაცა საწყობს კიდევაც. რომ უკრაინა ვერ გასწორდეს წელში და ვერ შეძლოს ის, რომ რაღაც საფრთხე შეუქმნას ამ მშვიდ წყნარ ევროპას, მაგრამ როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, აქ გამოვლინდა მთელი რიგი ასპექტები, რომელიც მოლოდინიც არ ქონდა თანამედროვე მსოფლიოს. შეიძლება იქ ვიღაცას ქონდა, მრავალ ასპექტიანია ეს ინტერესები. ვიღაცას ქონდა ევროპა დასუსტდა მნიშვნელოვანწილად. თანაც რუსეთს მოწყდა, ვინაიდან რუსეთის იაფი ენერგორესურსებით საკმაოდ გაიმართა წელში და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც რაღაც ისეთი კონკურენტად ჩამოყალიბდა, რომელიც თავის პირობებს დააყენებდა ადრე თუ გვიან. იქ ჩინეთი განვითარდა და ტექნოლოგიებით მნიშვნელოვანწილად გადაასწრო ევროპასაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ბევრი მაჩვენებლით. აქედან გამომდინარე ეს ომი, უბედურება, რაც ჩვეულებრივ ხალხს დაატყდა თავს რაღაც პოლიტიკურ დონეებზე, ვიღაცებს აწყობდათ. ეს რეალურად ეს პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, თუნდაც იქ იარაღის წარმოება, მიწოდება, უშველებელი კონტრაქტები, გრევის კონტრაქტი, აშენების კონტრაქტი. აი ამაში რაღაცა deep state-ი გამოჩნდა, იქ კონსპირაციული ხაზები. როგორც ჩანს კორუფციაც. ეხლა კორუფცია არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ახასიათებს ასეთ პროცესებს, მაგრამ ძალიან დიდი თანხების კონცენტრაცია მოხდა და მათ შორის ამან ყველაფერმა მოგავლენა იქონია საქართველოსაც, რასაკვირველია. ჩვენ ეს გვედარდება და აქედან გამომდინარე სრულიად ნეიტრალური პოზიციიდან ვლაპარაკობ, რო არა გონივრული პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებამ აი ამ პერიოდში გასწია, ჩვენ ძალიან სერიოზულ ისეთ პრობლემებს წავაწყდებოდით, პრობლემა რაღაც არ ქვია, გრევის ისეთი პროცესი იქნებოდა საქართველოში, რომელიც რასაკვირველია 10 წლეულებით უკან გადააგდებდა საქართველოს. ეხლა ნიკა ჩიტაძე მილაპარაკა, რომ 6 მილიარდი აქვს აი 90-იანი წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს დახარჯული. მისასალმებელია ბევრი პროექტი, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობა, განათლება, მაგრამ უშველებელი რესურსი ჯერ ესეთი დახარჯული იყო სააკაშვილისთვის, ომის შემდეგ რომ ეს ეკონომიკური კოლაფსი არ მომხდარიყო, გადარჩა და პრაქტიკულად მოხდა რა თუ არ მინდა მთავარ თემას გადავუხვიო და აუცილებლად უნდა ვთქვა. სააკაშვილმა დათმო პოლიტიკური მმართველობის ბერკეტი ჩააბარა სამაგეროთ წითელ ხალიჩაზე, ფიგურალურად თქვა, იქნა მოწვეული, გავიდა წითელ ხალიჩაზე და ხელში დაიტოვა მხოლოდ ადმინისტრაციული მმართველობა, როდესაც ვისაც უნდა თავს წააცლიდა, ვისაც უნდა დაიჭერდა, ვისაც უნდა აღაზევებდა. ხო ვიცით, ვისაც თუ უნდა შარონ სტოუნს მოიწევდა, ან ფილმს გადააღებინებდა, ვინმეს ეტყოდა, რომ აი ფული მიეცი და ფილმი გადაიღეთ რაღაც თემასთან დაკავშირებით. ეს მოხდა საქართველოში. მაშინ წარმოიდგინეთ ახლა ის პერიოდი რო ყოფილიყო, როდესაც ეს პროცესი ვითარდება. თქვა კიდევაც ერთი მართალია ცოტა ნასვამი იყო ტელევიზიით რო ჩაიწერა და გამოვიდა, მაგრამ იმ წრეში ეგ ამბავი ტრიალებდა, რომ კურსკიდან ვიდრელა გოდეხამდე რუსეთის არმია უნდა იყოს დივერსიფიცირებული, დაკავებული, დასუსტებული აი ამ სხვადასხვა ადგილებში მის გარშემო ცეცხლით და აქედან გამომდინარე უკრაინის გამარჯვება იყო გარანტირებული, მით უმეტეს უშველებელი მხარდაჭერით. ეხლა სულ სხვა სურათი შეიქმნა. და აი ამ სურათის ესეთი სწრაფი ცვალებადობის ჩვენ მზად აღმოჩნდით.
და ეს ალბათ ვფიქრობ, რომ ისტორია ამას ვიდრე გადმოვალთ საქართველოზე ახლა აი ნიკა საუბრობდა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებაო გამოიწვია მისმა პოპულისტურმა განცხადებებმაო, რომ აი უკრაინაში ომს დაასრულებს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული არ დაიხარჯება უკრაინაშიო და ამერიკული, თქვა, დემოკრატია საფრთხეშიაო მის პირობებშიო. ადრე როდესაც წინა ადმინისტრაცია იყო ამერიკაში. მაშინ აქედან ასეთი გაკეთებული განცხადებები, თუნდაც კრიტიკა იმ ადმინისტრაციის აღიქმებოდა ხოლმე, რომ ანტიდასავლური განცხადებები იყო, ხო? და დღეს როგორ არის ბატონო? საქმე იმაშია, რომ აი ამან ტრამპის ადმინისტრაციის სტილი და მმართველობა არის რეალიზმი, წინ დადო ფაქტები და დაუპირისპირა ტრენდებს, რასაც აი თქვათ ნიკა ჩიტაძე კარგი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გამართობდით, მაგრამ ხედვა მისი საკმაოდ საინტერესო წიგნები აქვს დაწერილი ამ თემებზე. შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ არის ესეთი კორექტული მოკამათი. მაგრამ თავარი თემა რა არის, იცით? პრობლემა რაში მდგომარეობდა? იქმნებოდა გარკვეული ტრენდი, რასაც დემოკრატიას ეძახდნენ რეალობაში. რა ხდებოდა იმის უკან კიდე მეორე საკითხია. იქ რაღაც ფორმალურად საზოგადოებაში იყო გარკვეული სიტყვის თავისუფლების რაღაც სხვადასხვა თემები, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არასდროს არ იქნება ჩახშობილი. რაღაც გარკვეულ თემებზე სასამართლოს გადაწყვეტილები არანაირ შემთხვევაში არ იქნება ტრამპის ინტერესებიდან გამომდინარე. დამოუკიდებლობა მთელი რიგი სტრუქტურებისა რასაკვირველია იქნება შენარჩუნებული და აბა დემოკრატიის გრევაზეა ლაპარაკი. ტრამპმა გადადგა პრაგმატული ნაბიჯი. თქვა რეალურად ამბობს, რომ ფაქტმა უნდა შექმნას ტრენდი, ანუ რაღაც ხედვა ტრენდი, იგივე დამოუკიდებლობა ამ საკითხის მიმართ და არა აი აღქმებმა, ჯერ აღქმები იქნას და საქართველოში ხო ესეა. ჯერ აღქმები იქნება და მე ამ აღქმებიდან გამომდინარე რაღაც ფაქტს გაწვდიან, რომელიც არ არსებობს. ამან ფაქტ შეხედა პირდაპირ რაც ხდება. ტრამპი არის თუ არ არის, ჩვენ რა პოზიცია გვაქვს? ერთია. მეორეა რა პოზიცია აქვს ჩინეთს, ავსტრალიას, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ომი უნდა გაჩერდეს. თუ ომი არ გაჩერდა, კაცობრიობა არის დაღუპვის წინაშე. ეხლა ამირანმა თქვა, რომ აი რატო თქვენ კარგი შეკითხვაა, რომ რატო ამერიკულ-რუსული ურთიერთობები. აქ არის შეთანხმება ბირთვული არ არის გავრცელებლობის თაობაზე, რომელიც აღარავის აღარ ახსოვს. აქ იარაღი გამოიტანა რუსეთმა ისეთი ამ საომარ ვითარებაში არეშნიკი რო ქვია, რომლის ქობინი მზის ზედაპირზე რა ტემპერატურაც არის, იმ ტემპერატურამდე ცხელდება და უშველებელი დამანგრეველი ძალა აქვს. ამ თემებს თუ ეხლა არ მიხედეს, ამ ორმა დიდმა სახელმწიფომ, რომელსაც ყველაზე მეტი იარაღია გამანადგურებელი, რასაკვირველია პრობლემები შეექმნება მთელ მსოფლიოს, ამერიკას და რუსეთს ვიღაც ჩივის. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის თემას, ჩინეთის ფაქტორი აქვს მნიშვნელოვანი, ვინაიდან სადაც არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, იქ არის ჩინეთი სამაგიეროდ. აქედან გამომდინარე ტენდენცია, რომ რუსეთის და ჩინეთის და ზოგადად აი ამ აზიური დიდი სახელმწიფოების დაახლოების იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ტრამპმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არა დიქტატორად წარმოგვიდგენს მას, არამედ აი გადამჩენელი რგოლის სახეუფრო აქვს მის იმას. ეხლა რაც შეეხება ის, რომ იგი დიქტატორია და ესეთი მეთოდებით, აბა რა თქვას, რომ USAID-ის ამბობს, რომ რამოდენიმე მილიარდი დოლარი არის HR-ში გაფანტული და კონკრეტული არასაჭირო მიზნებისკენ მიმართული და ფაქტებს დებს. და ეს რატოა ავტორიტარიზმი არ მესმის. ბატონო გია, მოდით გადმოვიდეთ პირდაპირ საქართველოზე. გამჭვირვალობის შესახებ კანონი, როდესაც მიიღეთ საზოგადოებამ თემა სოფლიო ნახა რაც ხდებოდა, ხო? როგორი წინააღმდეგობა იყო იგივე ევროპარლამენტის, იგივე მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ოპოზიციის, ახლა გაცილებით უფრო ძიმე ფარა შემოგაქვთ და არ არის ეს პროტესტი. რატომ არ არის? არა, ესეც სხვა პრიორიტეტები სხვა პრობლემებზე გადავიდა და პრობლემა უკვე ეს თემა
იმდენა დააზიანა, იცით, ოპოზიცია წოდებული. ვეღარ ვეძახი ოპოზიციას გინდა რადიკალურს, იმიტომ რომ ეს რაღაც შეთქმულებას უფრო გაქვს საქართველოს წინააღმდეგ. როგორც თქვი, ქმნიან რაღაცა ტრენდს, მოსაზრებას, იქიდან მაკეინის ინსტიტუტი რაღაცა სცენარებს თავაზობს, რის უნდა დაიღუპოს, იქ სისხლი უნდა დაივაროს და ეს ადამიანები ყველანი მისეული არიან აი ამ სცენარს. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ხედავენ, როდესაც შენ ამბობ, რომ არა, ლაპარაკი როგორ არ არის ამაზე. რომ ეს ხდება იმისი, რა ქვია, დასავლური ფონდების შეურაცხყოფა არის ეს. და რა არის შეურაცხყოფა, როცა ეკითხები? არა, იმიტომ რომ ამერიკული სახელი ქვია. ამასაც ძალიან ადვილად ხა ნებისმიერი ოპოზიციონერი, ეგრეთ წოდებული, გეტყვის, რომ ვინაიდან საქართველოში მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციები, დასავლური დაფინანსები და შენ მათ წინააღმდეგ იღებ აი ამ ხო ფარას კანონს გამჭვირვალობის შესახებ, ესე იგი მათი სტიგმატიზირება გინდა. და როცა მთავარ შეკითხვას უსვამ, პასუხი აღარ აქვთ. რომ მეუნები რომ კი მარა გამჭვირვალობას რა პრობლემა აქვს? მე მინდა ვიცოდე ხალხმა, იცოდეს არ მინდა ხამაღლებული რაღაც სადიზელოსავით გამომივიდეს, მაგრამ ხალხმა მინდა იცოდეს რა ფული შემოდის. თუ არ იცის, ეს შავი ფულია. ხალხმა უნდა იცოდეს რაში ხარჯავს. რატომ უნდა იცოდეს და იმიტომ რომ შეგეშინდება დააფინანსო მაგალითად 25 მილიონით მწვანე რაღაც ტრანსპორტი. და ამაში არაფერი არ გააკეთო 25 მილიონად რაღაც ორი ბანერი გამოაკრესო. ბატონ გიო. ხო თქვენს და არც ის ორი ნანახი გაქვთ ეგ ორი ბანერი. არა მაქვს მე ნანახი. არც მწვანე მანქანა, ვითომ მანქანა ელექტრომანქანის რეკლამა მოხდა. აი ამაშია საქმე, რატომ ვერ აკრიტიკებენ? იმიტომ რომ მოყირჭდა ხალხს იმის ყოველთვის სმენა, გინდ ფარა იყოს, გინდ ჩვენი ვარიანტი, იმის სმენა რომ იცი რა, დასავლურია და არ უნდა გითხრას. კიდევ ერთ კანონ პროექტზე უნდა გითხრათ, პრინციპში სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში უნდა ამოქმედეს, ვიდრე აი ამაზე კითხავთ. მე მაინტერესებს, აი არჩევნების შემდეგ, მანამდე ბოლო 2 წელია ხომ? პრინციპში 2020-ში დაიწყო ეს აქციები, მუდმივი, თქვათ, განცხადებები, რეზოლუციები, რომელიც მოდის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ხომ? დასავლეთიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი დღეს რომ ისევ არჩევნები იყოს, ქართული ოცნების რეიტინგი რა იქნებოდა? გაიზარდა თუ დაიკლო? მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების რეიტინგი მოიმატებს იმ შემთხვევაში, თუ კი არჩევნებზე მიდგება საქმე და ადგილობრივი არჩევნები ამას დაგვანახებს. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თემა დღის წესრიგში არც უნდა განიხილებოდეს, იმიტომ რომ ეს არ არის ქართული ოცნების ინტერესი, არც იმის ინტერესი არ უნდა იყოს იმ ხალხის, ვინც ოპოზიციას უჭერს ხარს ეგრეთ წოდებულს. ხო, არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს დესტაბილიზაცია შექმნის და არავინ არ იფიქროს, რომ იქ ქართული ოცნების მონაწილეობით ვინმეს უნდა ეს რიგგარეშე არჩევნებს. რა ამბობენ, უცხოელებმა უნდა ჩაატარონ და ერთ წელიწადში ქართული ოცნება ეს უნდა მოხდეს რეფორმების, სტრუქტურების ან უნდა ჩაალაგოთ ხო, თუ არ ჩაალაგო, ყოველ შემთხვევაში ესე გაღიმებული უნდა მიარო ხოზმეაშვილის გადაცემაზე და რაღაც შეკითხვებს პასუხი გასცე, მაგრამ რეალობაში მივიღებთ არეულობის ისეთ ხარისხს, რომელიც არათუ ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც ვინარჩუნებთ, არამედ სრულ კოლაპსს გამოიწვევს. აქედან გამომდინარე ეს საზოგადოება უკეთ გაიგო, ვიდრე ესმოდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ უკეთეს პოზიციაზეა დღეს ქართული ოცნება, თუმცა მისი აუნჩეველი ნაკლებად აგრესიულია. აგრესიით უნდათ გადაფარონ სიმცირე. აგრესიით ფარავენ სიმცირეს, ეს არის ფორმულა, რომელიც ცნობილია ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ ეს აქციებიც მოგვიხსენია, რომ გარე დაფინანსებით ხდებოდა, რაც ხდებოდა, თქვათ, რუსთაველის გამზირზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რაც შეიცვალა, თქვათ, ამერიკაში ეს ადმინისტრაცია დაიხურა, ეს ორგანიზაციები, კიდევ არის ეს ფული ქვეყანაში შემოსული? გასაკვირველია, ეს ფულიც არის და ეს ჩვენ აგერ ხედავთ, ჩვენ თვალწინ ვითარდება პროცესი. არ მინდა ახლა ესეთი გამომივიდეს პათეტიკური ძალიან, მაგრამ საქართველოს აქ როგორც ასეთი არავის არ აინტერესებს, როგორც სახელმწიფო ერთეული
აქ აინტერესებთ ტერიტორია, რომელიც აზიას და ევროპას აკავშირებს და აქ გავლენა მათთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ დაალაგებულა ურთიერთობები არც რუსეთ-ამერიკას შორის, არც რუსეთ-ჩინეთს შორის, არც ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და არც ევროპაში შიგნით არის მთლად დაალაგებული ურთიერთობები. აქ სხვადასხვა პარტიები მოვიდნენ იქ ავსტრიაში, ხორვატიაში, იტალიაში, ხო, უფრო კონსერვატორები წამოვიდნენ წინ. ევროპარლამენტში სტრუქტურული ცვლილებები დაიწყო ამ თვალსაზრისით და აი ამ რეალურ სიტუაციაში ეს სანამ არ დაალაგდება, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გაჩერდება ის ტალღა, რომელიც კი ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის სერიოზული დახმარებით, მაგრამ პრაქტიკულად deep state არ დამარცხებულა. აქ მიდის ომი, შუა ომში ვართ. ამერიკა-რუსეთის შეთანხმება ჩვენ გვაწყობს უკრაინის თემა, პრობლემური თემა რომც არ იყოს, ჩვენ ბავშვებს რა უყურებ ამდენ ატირებულ ხალებს, იმას რა საშინელება ეგ უნდა გაჩერდეს ემოციურად. მნიშვნელოვანი, მაგრამ წარმოიდგინეთ რა ამხელა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იარაღის თუნდაც სპირტული შეერაღების გავრცელებლობაზე წამოვიდეს ლაპარაკი. ეხლა აქ ისე ჩაიარა გეგონება აი ამ ბრძოლამ რუსთაველზე ვინ დგანა ბავშვები მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოწაფეები სტუდენტებმაც არიციან, რომ იქ ბელორუსიაში შეიტანა ბირთვული იარაღი. გავრცელებლობას უკვე პატრონი აღარ აყავს ამ თემას და მეორე საკითხი ერთიც გავითვალისწინოთ. წაგებას არ დაუშვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი კრიტიკული მომენტი დადგა მისთვის, რასაკვირველია ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეს მსოფლიოში ეგ გახდეს ლიდერი სამშვიდობო პროცესის, მაგრამ მრავალპოლუსიანობა გარდუვალია, ამას ამერიკა გრძნობს, მაგრამ უნდა რომ ამ პოლუსებში იყოს მთავარი ერთადერთი განუმეორებელი და ძალიან ძლიერი პოზიცია. და ბოლოს უნდა კითხოთ, გველოდება ბათუმის მერი, მე ვიცი რომ ბათუმთან თქვენი გაკავშირეთ დიდი წინაპრებით და თითოეულობა არის იქ და რა მდგომარეობაშია ხალხი უნდა მოვისმინოთ ცოტა ხანში ბათუმის მერისგან და მანამდე უნდა კითხოთ სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნება ისევ სამშობლოს ღალატი. ეს ნორმა ასე თუ ისეო ოპონენტები ამბობენ თქვენი რომ იყოვო. შეიძლება ამ ესეთი ჩაწერილი პირდაპირ არ იყოს სამშობლოს ღალატი, მაგრამ ასე თუ ისეო, ისედაც შეეძლოთ გაესამართლებინათ ჯარის დანაშაულისთვის ადამიანები და ასე შემდეგ. ხო, შპიონაჟისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ისეთი ახალი კომპონენტები შეეძინა ამ ღალატის თემამ. რომ აი პროფესიათ ექცათ, პოლიტიკური პროფესიათ იქცე, რამდენიმეჯერ თქვი მეორებ ადამიანებს ეს არ ზოგადად სიტყვის თავისუფლებას ილაპარაკე, რომ საქართველოს ცუდია, არ ვარ განების, მე გინდ რუსეთის პოზიცია დაიჭირე, გინდ დასავლეთის, ამას არ დასდევს არავინ. და რასაკვირველია, სიტყვის თავისუფლება იზღუდება, მაგრამ თუ კი ამ განცხადებებს, შენს ქმედებას მოყვება პოტენციაში, ან უკვე შემდგარი დამაზიანებელი პროცესები საქართველოსთვის, აი ეკონომიკის ვარდნა, როდესაც ჩვენ კონსპირაციულად მოილაპარაკებ, რომ მოდი ასე მოვიქცევი. რასაკვირველია, ეს იქნება სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი, ათჯერ დაფიქრდება ნებისმიერი ადამიანი, როგორი პოლიტიკური ინტერესის და გემოვნებაც არ უნდა კონდეს, იქამდე სანამ საკუთარ ქვეყნის შიგნით ბრძოლებს ისტორია მეორდება, იცით? ეგრე არ იყო ხან სპარსეთის კარზე, ხან სულთანის და ახალი ამბავი ხომ არ არის რა, მაგრამ ამას თუ კი საქართველოსთვის აქვს ისეთი შედეგი, რომ ჩემმა შვილმა ხვალ ვეღარ იცხოვროს ამ ქვეყანაში, ეს ღალატია, რასაკვირველია. 2008 წლის წინა პერიოდის გარკვეული ელემენტებით ხასიათდებოდა, რასაც შეიძლება ღალატი უწოდოთ და ვფიქრობ ამ თემაზე ჩვენ უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება მალე. მადლობა ბატონო გია რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს და როგორც მაყურებელმა იცის თითოეულობა არის აჭარაში და მათ შორის შეფერხებები არის ბათუმშიც და ბოლო ინფორმაციას არჩილ ჩიქოვანი ქალაქ ბათუმის მერი მოგვაწვდის საღამოშიდობისა ბატონო არჩილ მადლობა ჩართვისთვის ბოლო ინფორმაცია რომ გითხრათ ამ დროისათვის რა ხდება ბათუმში
მოგესალმებით ვახო საღამო მშვიდობის მივესალმებით თქვენს მაყურებელს 24 საათიან რეჟიმში ინტენსიურად გრძელდება უკვე მეხუთე დღეა თოვლისაგან გზის გაწმენდითი სამუშაოები ასევე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები პრაქტიკულად ბოლო 24 საათის განმავლობაში არ გამოუდარებია და ინტენსიურად თოვლის საფარი აღემატება 50 სანტიმეტრს ჩვენს ქალაქში რაც უჩვეულო არის ნამდვილად ბათუმისათვის იყო გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით დღეს მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილში მივიღეთ თავდაპირველად შეზღუდვა 50% იყო დატვირთული არსებული ლიპყინულიდან გამომდინარე ამავდროულად ხილვადობა იყო შეზღუდული მთელი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლში და ბათუმის ქუჩებში საღამოსათვის პრაქტიკულად შევზღუდეთ ჩვენ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება და მოსალოდნელი უამინდობის და ხვალინდელი უამინდობის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების ესე ვთქვათ გადაწყვეტილება მივიღეთ. ამავდროულად სასწავლო პროცესი შეჩერებულია ხო ბატონო არჩილ? სწავლა სკოლამდელ დაწესებულებებში. დიახ. მაგას გეკითხებოდით სწორედ, დიახ. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გეკითხებოდით. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გეტყვით რომ როგორც დღეს ასევე ხვალ მიღებული არის გადაწყვეტილება რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საბავშვო ბაღებში სწავლა არ გვექნება ასევე არ იქნება საშუალო სკოლებში სწავლა და 26 რიცხვიდან ჩვენ ამინდის პროგნოზით უკვე გვაქვს გამოდარება და აღდგება სასწავლო პროცესი დანარჩენი ყველა სერვისი მათ შორის სოციალური სასადილოები და ყველა მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში როგორც მოგახსენეთ დღის მდგომარეობით და ამ წუთას ჩართულია 70 ერთეული სპეცტექნიკა ასევე 700-ზე მეტი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი რომლებიც როგორც მოგახსენეთ 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ ხვალ დილიდან ჩვენ განვაახლებთ არა მარტო არტერიული და საკვანძო ქუჩების წმენდას, ასევე მეორადი ქუჩების და ეგრეთ წოდებული პარალელური ქუჩების წმენდას, რაც აკავშირებს ცენტრალურ ქუჩებს, ცენტრალური მაგისტრალები, როგორც ხედავთ, განვლადი არის და ამ წუთშიც არის მოძრაობა ამ გზებზე, თუმცა შემოერთებულ ტერიტორიებზე და იმ პარალელურ ქუჩებზე, სადაც მოსახლეობას გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უჭირს იქ უკვე გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება და დაახლოებით ბოლოსათვის სრულად იქნება აღდგენილი მოძრაობა. წყლის, გაზის, ელექტროენერგიის პრობლემები თუ არის, მე ვიცი რომ თავდაპირველად შეიქმნა და შემდეგ მოხერხდა ხო ამის აღმოფხვრა. ახლა რა სიტუაცია ამ ხრივ? ორი დღის წინ დაზიანებული იყო მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც ქალაქის კვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის. დაზიანების აღმოფხვის მიზნით მიმდინარეობდა დაახლოებით 24 საათის განმავლობაში აღდგენითი სამუშაოები. გუშინ დილიდან უკვე აღდგენილი იქნა მაგისტრალი და დილიდან ყველა აბონენტს ეტაპობრივად ჩაერთო წყალმომარაგება. დღეისათვის ბათუმის წყლის მომხმარებლებს სრულად მიეწოდებათ წყალი, ელექტროენერგიისა და გაზის ნაწილშიც იყო გამოწვევები, თუმცა გუშინ დილიდან ასევე 11 საათიდან სოკარ გაზის მიერ აღდგენილი იქნა დაზიანებული მაგისტრალი და შევსებული იქნა მარაგები, ამავდროულად ენერგოპროს ოპერატიული ჯგუფების მიერ ყველა ის კონკრეტული გამოწვევა რაც არის დაახლოებით ქალაქის მასშტაბით თითქმის ლიკვიდირებული არის, თუმცა თოვლის სიმძიმიდან გამომდინარე და საფარიდან გამომდინარე ლოკალურად გვაქვს ხოლმე გათიშვები სხვადასხვა მიმართულებით და აქაც როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის ასევე სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები ჩართულები არიან სალიკვიდაციო სამუშაოებში, რათა დროულად აღდგეს სერვისების მიწოდები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არჩილ, რომ გამონახეთ დრო და მოახერხეთ ჩვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვის მიგეწოდებინათ ინფორმაცია, უსმენთ ქალაქ ბათუმის მერს, ბატონ არჩილ ჩიქოვანს დღეს ამით უნდა დავასრულოთ და შევხვდებით უკვე 4 შაბათს. ნახვამდის.